მოგესალმებით, აი დაგიბრუნდით და დღეს შემოვა ზარები აუცილებლად ეთერში. დიდი მადლობა მინდა კიდე გადაუხადო ამ ტელევიზიას იმისათვის, რომ აი მართლა ყველაზე უჩვეულო ფორმატის არის, მართლა ხალხის ხმა თუ აი ადამიანების გასაჭირი რაღაცა, აი ყოველთვის ან ეკლესიას რო რაღაცა ისეთი ისა აქვს, რომ ან სასულიერო პირის გამოჩენა რაღაცა, აი ყველაფერი პირიქით წახალისებული აქ და დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის მართლა აი ძალიან ბევრი ტელევიზიის ერთობლივი იტვისთა ამან და მადლობა ღმერთს რომ აი ამ საათებს გვითმობენ ხოლმე რა და მადლობა იმ ადამიანებს პროდიუსერია ილია რა ვიცი ყველა დირექცია აი აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი ვინც ზრუნავს ჩვენზე და რა არის ეს თავარი რა არის რომ ადამიანებს უბრალოდ რა პატარა ჭირდებათ რა გასახარათ და იმათ რომ ეხა იმ დღეს ქალბატონი შემხდა ქუჩაში და იმაზე ვერ ვიყავიო რაღაცაო წყობშიო და ერთიო აი იქიდან გისმენდიო უბრალოდ როგორ მინდოდა თქვენი ნახვა იმიტომ რომ ეს მე თქვაო რა რომ გისმენდიო და თქვენ თქვითო რომ აი ესეო ვიცოდ არ ხართო კარგად რაღაცაო ყველაო ჯანი მოიკრიფეთ რაღაცაო და წამოდექითო და აი ამ ცხოვრებასო თვალი გაუსწოროთ და აი ამ ყველაფერმო ისე იმოქმედაო ჩემზეო რომ დღეს აი აქ ესე დავდივარო გახარებულიო და აი ჩვენ ერთმანეთი უნდა გავახაროთ აი მოდით ესე ვთქვათ აი ხა რა პრობლემები არის უბრალოდ ჩვენში რომ გავიხაროთ ეკლესიური ნორმის ფარგლებში ვისაუბროთ არასხვის განკითხვაზე და რაღაცა უბრალოდ აი ვისაუბროთ აი ვის რა შეიძლება რომ პატარა პრობლემას რას ხედავთ რითაც შეიძლება რომ ადამიანმა გაიხაროს და არ იყოს სიტყვაზე დამწუხრებული იმიტომ რომ ამ ბოლო ხანს საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი არის დადარდიანებული და პრობლემის ქვეშ და მოდით ესე ვთქვათ ყველა ზარს აი თითქმის უპასუხებ შევეცდები და თან კიდე ვთქვათ ჩვენი სათქმელი მივაწვდინოთ ძალიან ბევრი ადამიანი უსმენს და ბევრი ადამიანი ითვალისწინებს სხვასაც ვასწავლოთ ვინ რით როგორ გამოვედით სიტყვაზე როცა პრობლემა იყო ხო ზარი არის ეთერში გისმენთ გამარჯობათ ძალიან დიდი უღრმეს დიდი მადლობა შეგოსენაც უღრმესი მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ რა ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ადამიანი არის ამ ქვეყნად რომელიც აი ესე რაღაცნაირად მახალისებს და მახარებს და მიხარებს ცხოვრებას და ჩვენ ერთმანეთისთვის გავშვიდით აი ეს ხალხი რო ნახოთ ხო აი რატო ვამბობ ხოლმე სულ ეკლესია იქ უფრო ნახავთ ამ ადამიანებს იმ ადამიანებს ნახავთ ვისაც ტკივილიც გავლილი აქვს და შენ ტკივილთან ახლოს მოდის ხოლმე და ითავისებს აი რაღაცას უყვები ადამიანს მას ესმის შენი რა და აი ამიტომ უნდა ვიყოთ ტაძარში რომ იქ უფრო ბევრად უფრო თქვენაირ ადამიანებს ნახავთ თქვენი ტკივილით და იცოდეთ რომ არასდროს არ იფიქროთ აი ბოროტს აქვს ეგ-ეგმა რომ უნდა დაგაჯეროთ რომ ჩვენ საჭირო არ ვართ ნეტა ჩვენი ვის ესმის კაი რა ტყილა ილაპარაკებ მაინც აზრი არა აქვს ვინ დაგიდგება გვერდში რაღაც არა აი ამ ნიჰილიზმში არ ჩავარდეთ და აუცილებლად თუ სხვა არავინ არ დაგიდგათ პიროვნულად ღმერთმა არ გამოგიგზავნათ ღმერთი თვითონ ხო აუცილებლად გვერდში დაგიდგებათ სულ ყოველთვის რა და ზარი არის კიდე ეთერში გისმენთ შეგება თქვენ და მოგესალმებით ადრე შემოვა დიახ ერთმანეთი გავახარებო დიახ აი მინდა მე და თქვენ შორის მოხდეს ასეთი პატარა დიალოგი დიახ ოღონდ ხმა არის ის კარგად და ტელევიზორიდან თუ შორს ტელევიზორი გამორჩა ხო კარგით შედგეს ახლა მომიჩნევთ ესე იგი ჩემი განმსახურებიდან აი ამიგოთ მე და თქვენი მაგალითი დიახ მაგრამ ჩვენ თუ შემსკენ ყოველთვის პოზიტიურად განწყობილი ხართ ჩემი განახორი ხარია დიახ თუ რამე პატარა ნიჭერს გეუბნებით ვცდილობთ რომ ან მორალური ან ფინანსური დახმარება გაგრძელდეს და გვარა კარგი ადამიანები გვარდები ურანძღებიანი კი მაგრამ ასეთი ადამიანები რო ხართ გასაგებია მე ვიძება თქვენი გულისათვის მაგრამ როგორც მეორე პიროვნება მეც ხომ პატარათი ხომ მაინც უნდა გიპასუხო მაგის მაგვარა
კი ბატონო, მართალი ბრძანდებით. მადლობა ძალიან დიდი ზარისთვის. აი მოდით ესე ვთქვათ, ჩვენ როცა გათავისებული გვაქვს, ვის რას უკეთებთ და რისთვის ვაკეთებთ, ხო? აი ამიტომ არა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ქვეყნად არ გამოვეკიდებით. ჩვენაირი ყველა ვერ იქნება, ჩვენაირად სხვას ვერ მოთხო. თქვენ რასაც აწევთ იმ სიმძიმეს, შეიძლება ვიღაცამ ვერ აწიოს. ყველა მთელი სამყარო დასაკარგი გეყოლებათ, იმიტომ რომ შემნით როცა მოზომავ სხვა ადამიანს, აუცილებლად დაკარგავ, იმიტომ რომ შენი შესაძლებლობები თუ ამას იძლევა, შენ თუ გაქვს ამის პოტენციალი, ხო, იმას შეიძლება არ გქონდეს. რატო არის რომელიღაც ადამიანი ვაიმე ამბობ რა ბედნიერია და ვიღაცაზე ამბობ ვაიმე რა უბედურია სიტყვაზე ხო ზოგი ვერ წევს ამ თამასას ვერ ამართლებს იმას რა მოლოდინის თქვენ გაქვთ ასე რომ ჩვენ მოლოდინი უნდა გქონდეს ყოველთვის ზეცის და რისი მოლოდინი უნდა გქონდეს ცით საბოლოოდ რომ რაღაცა კარგს რო აკეთებთ თქვენ იმას კი არ უკეთებთ ვიცი ძალიან გულდასაწყვეტია რომ სიტყვაზე მეონა ხრიდან დაუნახაობა მოდის მაგრამ ჩვენ რაღაცა კარგს რო აკეთებთ პირველ რიგში ჩვენ თავს უკეთებთ იმიტომ რომ ცუდი თუ იქნები ისევე შენ თავს ვერ გამოადგები რა და კარგი თუ ხარ და ამის საშუალებას ღმერთი გაძლევს აი ეს უნდა გქონდეს გათავისებული რომ ის ყველაფერი რაც შენში სიკეთეა ღმერთისგან არის და არა შენი პიროვნული რა და როცა ჩვენ გვაქვს გათავისებული ის რომ აი მე რო შევძელი რომ ვიღაცას 5 ლარი მივეცი ეს მე შევძელი უკვე მე გული გწყდება რომ ამაზე პასუხი ვერ მიიღე მაგრამ როცა შენ ვიღაცას დაეხმარე და იცი რომ ღმერთმა შენი ხელით გააკეთა ისიკეთე უკვე გული არ გწყდება იმიტომ რომ შენც არ გაგიკეთებია ფაქტიურად უბრალოდ შენ ხარ დამტარი ის რაღაცა ძაფი რომლითაც ღმერთმა იქიდან იქამდე მიიტანა ისიკეთე და საბოლოოდ ეხა სიკეთეს ხო ღმერთი აკეთებს ვიცი თქვენ რასაც საუბრობთ პიროვნულად ძალიან რთული გადასატანია და ეს ყოველთვის იქნება ყველა სიკეთეზე იქნება დაუნახაობა იმიტომ რომ ესეთი ადამიანები ვართ თამომავლები ვართ იმ ადამიანებისას ვინც ღმერთი ვერ დაინახა და ღმერთი ჯვარსაცვა და თქვენ როგორ დაგინახავთ იგივე ადამიანი ხო ფიზიკურად ვერ დაგინახავთ ასე რომ გულდასაწყვეტია ადამიანური თვალსაზრისით მესმის და მეც ხშირად ვიღებ ხოლმე აი სიკეთეზე მიმიღია პირიქით ისეთი უარყოფითი რეაქცია იქით ამ მხრიდან რომ რა ვიცი მაგრამ ჩვენ ამის გადასატანად მარტო ეს უნდა მოვიშველიოთ რომ ღმერთი აკეთებს სიკეთეს და აუცილებლად საბოლოოდ დაგვიფასდება, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავიწყებთ ამ ყველაფერზე დაკვირვებას, მომავალში სხვაზე სიკეთის გაკეთებას ვერ შევძლებთ. აი ელემენტარული რომ მივდივარ ხოლმე ტრანსპორტში ან მანქანით ან რაღაცა, ხო? ვიღაცას დაუთმობ, ხო, შეიძლება მადლობა არ გითხრას, ხო და შემდეგში რას ფიქრობ, იცით? ახალი რო ხდება, იმას აღარ უთმობ. იცით რატო, რომ ვინ არის მადლობელი და შეიძლება ის მადლობას გეტყოდა და შენ უკვე ეს გამოგეპარა. ვისაც ეკუთვნოდა, მე ისიც გამოგრჩება, აი 10 გააკეთე, 20 გააკეთე, იმ 20-დან 2-ს და 3-ს ვისაც ეკუთვნის. იმაზე ხო მაინც იქნები ბედნიერი. ჩვენი მთლიანად დაბადებაც თვითონ ხო აი იმ წამს რო შენ სიკეთის გაკეთება შეგიძლია ეგეც ხო სიკეთეა შენს მიმართ ხო რომ გაიღვიძე ეგეც სიკეთეა ხო და რომ შეძელი ვიღაცის დახმარება და აქეთ არ საჭიროებ ხო აი ესეთი რაღაცა აი ფრთხილად უნდა ვიყოთ ყოველთვის უნდა მოვზომოთ ხოლმე იმიტომ რომ მე რო ვინანებთ ამ ყველაფერს კარგავთ ჩვენ და აი რო არ დავკარგოთ ამიტომ თორე რა თქმა უნდა ეს იქნება ამას ბოროტი აყოლებს რომ ჩვენ ზუსტად თქვენ რასაც საუბრობთ ეგ თქვათ რომ აუ მე აღარ გავაკეთებ რა სიკეთეს იმიტომ რომ ვინ არის დამნახველი მართლა არა ვინ მაგრამ ვის დააკლდება თქვენ რო კეთილი არ იქნები და სიტყვაზე მათნაირი იქნებით მე განსხვავება რა იქნება ხო არაფერი ასე რომ აი ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ უნდა ეს ბრძოლა იქნება აუცილებლად რომ თქვენი სიკეთე შეწყდეს და ერთი კეთილი ადამიანი უბრალოდ გაბოროტდება როგორც ძალიან ბევრი კაი ადამიანი გაბოროტებულა უბრალოდ ეს მოხდება და აი ამას არ უნდა შეუწყოთ ჩვენ ხელი რა რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ თორე რა თქმა უნდა ეს რო არის ამას ღიზიანდება ბოროტი და აუცილებლად მოაყოლებს ამ დაუნახაობას ამ ცალმხრივობას სუცალკარში თამაში ყოველთვის იქნება ეს მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ხო კარგს და რაც ისა ხო ღმერთმა ამის საშუალება მოგცა იმას არ მის ხო ხედავთ იმასაც მიეცა მაგრამ ვერ განახორციელა ხო სიტყვას თორე ყველას მისცა და ის ვერ შედგა და ჩვენ აი ეს დაგვრჩენია რომ ამით გავიხაროთ რომ აი ღმერთმა რახანს მოგცა ამის საშუალება მადლობა უფალს იმიტომ რომ მე რო გავიღვიძე და ვიღაცა სიკეთე გაუკეთე ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიღვიძა ამაზე ხო არ გვიფიქრია ჩვენ აი ამაზე უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში რომ ვინ უგეშოთ თავი და ის რასაც ვაკეთებთ არ შევწყვიტოთ რა ის საქმე თორე იქნება რა თქმა უნდა ეს დაუნახაობა იმიტომ რომ შეწყვიტოს ის სიკეთე რაც თქვენი ხელით კეთდება ღმერთმა
ღმერთმა კი არა ბოროტმა რა და აი ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ავდგეთ და აი ამას უნდა ვეცადოთ ყოველთვის რომ აი ეს უნდა გავატაროთ იმიტომ რომ თუ რაღაცაზე ამახვილებ ყურადღებას ამის უკან კიდე პირადი ამბიცია და ბევრი რამ დგას რასაც მე დაშვება ხდება რისი დადგუნვისაც და აი ჩვენ არ უნდა გამოგჩეს ეს რა არ უნდა გამოგვეპაროს იმიტომ რომ საბოლოოდ აი შვილი რო შვილია შეიძლება გაზარდო და ის გაგიხდეს სანანებელი იმიტომ რომ რაღაცას ვერ დაგინახავს რაღაც მომენტში პატივს ვერ გცემს და ასე შემდეგ და რამდენიც გინდათ ყოფილა ხო ესეთი შემთხვევები ხო და ჩვენ თუ ამას ყურებას დაუწყებთ ბოროტმა კარგად იცის ჩვენ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას და ზუსტად იქ ჩააგდებს იმ თავის ანკეს რომლითაც მე დაგვიჭერს და ჩვენც დავკარგავთ იმ ყველაფერს რასაც ვაკეთებ და რაც შევძელით და ასე რომ გირჩევთ რომ ესე გადაიტანოთ რთულია ძალიან დასატევად არის ძალიან რთული აი მართლა ადამიანური თვალსაზრისით აი მეც მიჭირს ხოლმე სიმართლე გითხრათ როცა ვიღაცას გადაყვები და დღეს შეიძლება იმ ადამიანისთვის საერთოდ უცხო იყო ხო შეათ ხდება ხოლმე რა მე აი მაგალითად რაღაცა არის ხოლმე შემთხვევები რაღაცა რაოდენობას ადამიანებისას აქცევ ყურადღებას რაღაცა და მათგანვე იღებ მაგრამ ჩვენ ხო სახარება ხო კარგად იცით და დარწმუნებული ვარ თქვენც და სახარებაშიც ეგრე არ არის რომ ის ადამიანები ვისაც ყურადღებას აქცევ და მათ ხო არის ერთ-ერთი პირველი მათ დაუშავეს ხო ბევრმა ხო ასეთმა და ასე რომ ეს იქნება გარდაუვალია სამწუხაროდ ჩვენ და აი ამ ქვეყნად ესეთი ვითარება არის თვითონ და დამძიმებულია ეს ქვეყანა ამ სიბოროტით აი ამ იმით და მაგიტომაც არის რომ ეს ყველაფერი შეწყდეს და თქვენ თუ ამ სიკეთეს შეწყვიტავთ იმიტომ რომ იქიდან პასუხი არ მოდის ხო მაშინ ერთი კეთილი ადამიანი მოაკლდება სამყაროს და ბოროტსაც ეგ უნდა რომ ჩვენ გავბოროტდეთ და ჩვენ შევწყვიტოთ ეს ყველაფერი და ასე რომ არ უნდა ავყვეთ ბოროტის ფინტებს რა ეს არის ყველაზე მთავარი და შეათ ხდება ხოლმე ძალიან გული მწყდება რომ საქართველოში ძალიან მაგარი ხალხი ცხოვრობს და აი ამ ნიჰილიზმმა წაიღო და იმისკენ წავიდა რომ აი უკვე სად დავიდა ადამიანი რომ დღეს უბრალოდ რა ითვლება ყურადღებად ადამიანები ადრე აი საერთოდ არც მარტო ხელა ადამიანს არ ნახავდა ადამიანი და არც იმას ნახავდა რომ რაღაცას დარდობდა და დღეს დარდმა რამხელაზე შემოაღწია რომ ოჯახებში არის აი ეს დაუნახაობა ეს პრობლემები ეს არაღიარება და ასე შემდეგ და ადამიანს რა უნდა ერთი პატარა ტაში აცოცხლებს რომ რაც გაგიკეთა შეიძლება არაფერს აქვთ ხო სიმისიქ თუ უბრალოდ რაც გაგიკეთა რომ ის უთხრა რომ შენ ძალიან დიდი მადლობა რომ ეს გამიკეთე და დღეს ამის თქმაც კი უჭირს ზოგს წარმოიდგინეთ რა ზარი არის ეთერში გისმენთ თუ შეიძლება დიახ გამარჯობათ ძალიან ფასიანია თქვენთან საუბარი და საერთოდ ობიექტური შემთხვევაში ჩვენი ახალი პატრიოტი მე არ მესმის ეხა თქვენი საუბარი სამწუხაროდ ჩვენ და მეც ის არა ქვია გაითიშა თან საუბარი არის მის კარგად და თან კიდე რაც პოლიტიკოსი საუბრობდა მე მგონი ხო ეს ქალბატონი ხო ესე იმათ ვერ გაგცევთ ყურადღებას იმიტომ რომ მე მართლა რაღაცები არის რომ არიცი რაღაცა ან ვერ ერკვევი რა ეს არ არის პრობლემა რა მე თვითონ ვაღიარებ ხა აქედან ხა დებატებში შემოსვლას არ ვაპირებ იმიტომ რომ რაღაც კაი თემები გვაქვს ახლა ქალბატონი აი ამან იმას აქნა მოიცვა ყველაფერი რაღაცა ისე აი იმიტომ ითესება ეს აი ამდენი ის გისმენთ გამარჯობა გიორგი გამარჯობათ გიორგი მე მახსოვს თქვენ აკეთებით ეკლესიაში ექსკურსიებს ხოლმე დღეს აგროვებით კი ხა დრო არა გაქვთ ბევრი მაგრამ იქნება კიდე გააკეთოთ ხო იყო ძალიან დიდი მადლობა სხვათაშორის ამ ზარისათვის ხო ის იყო ხოლმე ესეთი ისინი მაგრამ მე ამის შემდგომ რაღაცნაირად დაიშალა ეს თელი თემები იყო ბავშვთა სახლებიდან იმიდან და შემდგომ ეს ბავშვთა სახლები აღარ არის თითქმის რაღაცნაირად სხვანაირი სისტემა არის და ეს ადრე იყო ერთი 20 წლის წინ იყო თითქმის და მაშინ მქონდა ესეთი ფონდი ერთობა შეგიძლიათ ეხაც მოიწონოთ აქ გვერდი არის ესეთი პატრიარქ ლოცვა-კურთხევით იყო ეს ფონდი და ამ ფონდს ხელმძღვანელობდა და კაი რაღაცები კეთდებოდა სხვათა შორის და ძალიან
კარგი არის რომ ეს კეთდებოდა. რაღაცა დრო ყველაფერს თავისი დრო აქვს. ეთყობა ზარი არის ეთერში შემოუშვებ, ეხლა იმას არ დავიწყებთ. თავისქებას არ დავიწყებ და გისმენთ. გისმენთ? ობიექტივია? დიახ. მე მინდოდა შემოსვა პირველად ვრეკადა. დიახ, გისმენთ. მინდა გიორგისთან გასაუბრებ. მე ვარ გიორგიო, არ ეხა გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ქალბატონო. და გამარჯობა. პირველად რეკავთ? კი, პირველად დიდი ვრეკავ. მადლობა. ჩემთან როგორ პირველად რეკავს ხოლმე ყველა უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა და აი დღეს მოусმინეთ მოდელი ის რომ ყავდათ მამა. დიახ, მამა დავითი, დიახ. ხო, მამა დავითი და ძალიან დამრჩა მაგისი სიტყვები, რომ შენს მტერთან სიყვარულით იძიე შურით, აი ისე დამრჩა ეს სიტყვები. ხო და ჩემი პაპა ყოველთვის გვარიგებდა ხოლმე, რომ ცუდ გაგიკეთებს ადამიანი, შენ კარგი გაუკეთე და შერცხვებაო იმ ადამიანსო თავისი საქციელისო. აბარა. და ყოველთვის მახსოვდა და ხო ვცდილობ ყოველთვის რომ ცუდი არ გაუკეთო ადამიანს. გენაცვალთ, უღრმესი ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა და ბედნიერებას გისურვებ. დიდი მადლობა. ადამიანები არიან, რომელიც უბრალოდ რომ ხედავენ ამ ზარებს და აქ რომ რაღაცა ესეთი საუბრები არის ხოლმე პირველად რეკავენ და მადლობა, აი ძალიან გაფასებთ. ამ შემთხვევაში სტიმულიც არის ჩემთვის და მადლობა უღრმესი და მართლა ეგრე არის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ვინც არ მოგწონს, მისნაირად თუ მოვიქცევით, მესამე თვალით ჩვენ არანაირად განსხვავდებით მისგან და მე თუ რაღაც დაგიშავეთ, თქვენ სამაგერო გადამიხადეთ, ხო? მაშინ სხვის გარითი განსხვავდები, ხო? ან ჩემგან, ან იმისგან, ხო? თან მე რო დაგიშავებ, მე შეიძლება რაღაცა გავიმართლო თავი, რომ შეუგნებლად მომივიდა თქო, მაგრამ შენ ხო მე მთელი შეგნებით მიკეთებ იმას, რომ ამაზე სამაგეროს მიხდი, ხო? და აი ეს არის ჩვენ შორის ხოლმე ყოველთვის განსხვავება და სულელად უნდა ვიცოდეთ, რომ იმისგან სიყვარულით უნდა განსხვავდეთ სიბოროტისგან, რა. ზარი არის ეთერში, ბოროტებით ვერ განკურნა უბრალოდ. გისმენთ? ჩემი გიორგის დიახ, გისმენთ. ჩემი გიორგის მოსახელე ძალიან მიყვარხარ. უღრმესი მადლობა გენაცვალეთ. ძალიან პატივსაცემთ. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. რამეს თქვენ ხო არ გვეტყოდით, რაღაც ისეთი რომ დაგვარიგოთ, რომ აი რა აკლია, აი ადამიანს რომ ესეთი მოწყენია. დიახ, აი თქვით რამე მე ისე. თქმა მინდა, მაგრამ ერთი პატარა უბრალოდ თქვით ისეთი, რომელიც თქვენ მიგაჩნიათ თავარ პრობლემა. თქმა, მაგრამ აბა ვერა. დიახ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა, ბედნიერებას გისურვებ და ხო რა ამხელა რესურსის ქვეყანას, აი როგორ უნდა უჭირდეს ამდენ ადამიანს, ფიქრობ ხოლმე ხანდახან, რომ ან რატო გვიჭირს, ამაზეც ხო კითხვაც ხო არის დასასმელი ხოლმე, რომ ისე ხო არაფერი არ ხდება, ხო და ამ ყველაფერმა აუცილებლად ჩვენ რაღაცა კითხვას დავსვათ, ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა რაც არ უნდა იყოს, ხო ღმერთის ფარგლებს არ უნდა გაგვაცილოს, სუღმერთთან უნდა მიგვიყვანოს, ყველა გაჭირება, ყველა ტკივილმა და ყველა იმ უარყოფას, სხვებისას შენდამი და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერმა უნდა მიგვიყვანოს ღმერთამდე, აუცილებლად. აი მაშინ იქნება გამოყენებული კარგად ის ტკივილი, რაც ჩვენ ამ ცხოვრებაში გვერგოს. ზარი არის ეთერში, გისმენთ? გისმენთ? ჰალო. გისმენთ? მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა. და ჩემი მადლობა გამოთქვა თქვენ ნაშე მადლობა ესეთი საუბრებით. აი ესეთი ბედნიერი ვარ ხოლმე და გისმენთ. დიდი მადლობა მინდა უთხრათ იმ სიტყვას ტომას მამაო. მოკლედ ძალიან მიყვარხარ და პატივს. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ ტელევიზიამ, მე რო პატრიარქმა მაკურთხა, კარი გამიხსნა და მადლობა ამ ტელევიზიას, იმიტომ რომ ესე ფართოდ რო გადის ეს საუბრები უკვე მე-20 წელია, ხო? ამათი დამსახურებაა და აი რაღაცნაირად ღმერთს თხოვ ხოლმე სულ რომ სულ იყვნენ რა, იმიტომ რომ ის მომენტი არის, რომ ჩემზე არ მინდა მარტო მივიწერო, იმიტომ რომ ჩემზე 10 ჯერ და 100 ჯერ უფრო ბევრად ნიჭიერი და ბევრად ძალიან მაგარი კაცი შეიძლება დღეს ტელევიზიაში უბრალოდ საშუალება არ აქვს რომ გამოვიდეს და აი მადლობა ამ ტელევიზიას რომ არის ამის საშუალება რომ
გაიგეს თუ არა რომ რაზეა ლაპარაკი, საერთოდ ეკლესიასო ჭირდება და მართლა როგორი საჭირო ყოფილა მე მივხვდი თქვენგან ისევე მე რომ ისა ეს გადაცემები ეს მოძღვრები რომ მოდიან მოძღვრის გამოჩენა ჯერ ამდენი საათი ზედიზედ ხო ხანდახან 2 საათი მეუფეები რომ მოდიან ხოლმე ის არც ერთ ქვეყანაში არ არის ტელევიზია რომელიც მართლმადიდებლობას კი არ ნებისმიერ რელიგიას უჭერდეს უთმობდეს ამდენ დროს და უჭერდეს მხარს რაც თავარია და ძალიან დიდი მადლობა მართლა იმ ადამიანებს ვინც ხელი შემიწყო ამ ყველაფერში აი უბრალოდ პირველი რელიგიას რაც აქვს მე რატო საუბრობ ახლა ამაზე რომ დამნახავი უნდა ვიყოთ და ეს უნდა დავინახოთ რა და უნდა დავაფასოთ აი ალბათ სიკვდილის ბოლომდე მე მახსოვდება ის რა სიკეთეც გაუკეთებიათ იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მეუბნება რომ ბევრი მოძღვარი რომელიც აქ მოდიოდა გარდაიცვალა რაღაცა და ეს ისტორია შემოუნახეს და უღრმესი მადლობა რა თქმა უნდა ვინც ცდილობს ამ ყველაფერს გისმენთ ზარია ეთერში გისმენთ გამარჯობათ მინდა მადლიერება გამოვხატო შემოგივლო რომ მოგყავთ ესეთი კარგი სტუმრები ცოტა შეგაქოთ უფრო მეტად იმიტომ რომ ბევრი ჟურნალისტია მოგყავთ სასულიერო პირები მაგრამ ამიტომ ცოტა სუბიექტურად გამოვიდეს მაგრამ მაინც ვიტყვით აი თქვენთან რომ მოდიან სულეკრასთან ვერ გავდივარ, ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა. ვერ ვიგერის კარგად და ნაიზე და თანხენიკის გამოშვების ველაპარაკებით უკვე იცით რაც მაგიჩრეთ და აი ცდილებად ჩანს რომ უკვე იცით რა გეტყვით სასულიერო პირი და ცოტა ოჯახის წევრები ვიცვართ უკვე ხო? ძალიან დიდი მადლობა. დიდი მიწის ამათი დამსახურება მე არა მართლა ძალიან მაგრები არის. თქვენი ყველა გადაცემა და აი ეს ყოველ სამშაბათი, ოთხშაბათი ხო ნანახი მაქვს და ხო უკვე ნანახი მაქვს, მაგრამ აი პირადად რო ჩავუდგები აღგებით ამიტომ აი ეს გაუხსებელ და გასწრებულები უყურებთ ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო გიორგი უღრმესი მადლობა თქვენ აი კეთს ვიხრი თქვენ წინაშე იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს იმას რომ ის რასაც შენ აკეთებ ვიღაცისათვის მნიშვნელოვანი არის და ვიღაცისათვის რაღაც არის იმიტომ რომ აი ეს ადამიანს ჭირდება ის რომ აი ეს წახალისება და ის და რა არის ის რაღაცნაირად აი მოძღვრები ხო ჩემთან არიან სხვანაირები ისე გაიხსნებიან ხოლმე და რაღაცნაირად მე მიმართლებს ხოლმე იმიტომ რომ ჩემში არ ხედავენ იმას რომ ადამიანი მაგალითად გიზის რომ აუ ნეტა ეხლა რამე შეეშალოს ან რაღაცა ინტრიგა რაღაცა წამოწიო პირიქით ჩვენ ერთნი ვართ და აი ამას ხედავენ აბა რა არის ჩვენ ერთნი ვართ ყველა და მაგიტომ არის რომ ჩვენში აი ამას არ ხედავს მაყურებელი და მსმენელი და სხვათა შორის არ მინდა რომ რაღაცნაირად ესე ცოტა ხმამაღალი გამოდის, მაგრამ რელიგიური გადაცემა არ არსებობს, რომელსაც ჩემზე მეტი ნახვა აქვს. აი ვერსად ვერ ნახავთ მაგ გადაცემას, პირობას გაძლევთ მეც და ნებისმიერი იმით არის დამტკიცებული და დიდი მადლობა კიდე ამ საშუალებისათვის და იმ მოძღვრებს, რა თქმა უნდა, ვინც მოდიან, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ყველაზე მოთხოვნადი და ის ვინც უყურებს ამ მხრივ გადაცემებს არის ყველაზე ყურებადი ჩემი და მადლობა ძალიან დიდი და ზარი არის კიდევ ეთერში გისმენთ ცოტა ხმამაღლა გამომივიდა თქვა მაგრამ უნდა თქვა რა რაღაცნაირად იმიტომ რომ ისა რა ქვია რაღაცნაირად არის ეს ხო იცით რაღაცნაირად ზარი არის ეთერში გისმენთ არის მისიცით ხმან შორს რო დადგეთ ან აი გაითიშა სამწუხაროდ და ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა 20 წელი შრომა არის ეს წარმოგიდგენთ 2008 წლიდან თითქმის 20 წელია ეს გადაცემა მოდის და რაღაცნაირად თან რაღაც ოჯახივით არის ეს ერთი 50 სასულიერო პირია და რეგიონებიდანაც მომყავს ხოლმე სასულიერო პირები, რომლებიც დადიან ხოლმე ჩემთან და ეს რაღაცნაირად ერთი ხმათ ვიქეცით და მადლობა ღმერთს, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი ხდება ხოლმე. ზარი არის ეთერში გისმენთ? გისმენთ? გამარჯობათ გიორგი. გაგიმარჯოთ. გამარჯობათ გიორგი. გისმენთ, გაგიმარჯოთ. გამარჯობათ. ძალიან მიხარია თქვენი გადაცემა. თქვენი ცოტა ყველასე, აი ობიექტივი.
უყურებ. მადლობა. გიორგი, რა უნდა გითხრათ? ლევან კომუნისტების დროს დაძილი. ეკლესიებში ხარ გვისმენდეთ. დედაჩემი, ჩვენ მაინც ლოცულობდი და მომდევს ქრისტიანული სარწმუნება და ბორჯომში ვყავდობ. მე ეკლესიაში ისახი მივიღე, თუ დავდიოდი შევწარი დედავარ, ისედაც მანამდე სანამ სიცოცხლე მყავდა. და რას უყურებ გიორგი იცი? ხალხი ძალიან გაბოროტებულია. მე არა ვარ გაბოროტებული. მე ყველა მიყვარს და მიხარია ჩემი შვილი. მატაცები ცოტა ვინახავ ყველა. ალაგდა და ჩემი შვილი ეგრეა და რაღაცა ცოტა არ გვიმართლებს. რაშია საქმე გიორგი? რა არის ის ყველაზე დიდი გამართლება ეგ არის? ყველაზე დიდი გამართლება. ყველაზე დიდი გამართლება ეგ არის რომ არ გაბოროტდით. აი ყველაზე დიდი გამართლება ეგ არის და არ უნდა გაგიმართლოთ, იმიტომ რომ თუ თქვენ იმ გამართლებას ეძახით გამართლებას რომ სიტყვაზე ვიღაცა რაღაცა უფრო კარგად არის, იმიტომ რომ გაბოროტდა, მაშინ უნდა გაბოროტდეთ და ვამბობ ხოლმე, ბევრ ადგილას შეიძლება დაიჩაგრო ადამიანი, მაგრამ ეს დაჩაგრა შენ რასაც არ გაკადრებინებს, ეგ უკვე დიდი გამართლებაა, იმიტომ რომ ბევრმა რაც იკადრა, იმას რო არ აკეთებ, აუცილებლად დაიჩაგრები. ადამიანი, ნუ დაიჩაგრები ამ ცხოვრებაში ბჭყალებში ახლა, ნუ რაღაც შეიძლება ხორციელად ფიზიკურად დაიჩაგრო რაღაცა, მაგრამ რომელი ადამიანი დაჩაგრულა ეხა ეგონათ რომ მოერიენ წმინდა გიორგის, წმინდა ქეთემას და ასე შემდეგ, მაგრამ ფიზიკურად ეხა რომ შეგეხედა, ხო ფაქტიურად დაიჩაგრენ ეს ადამიანები, მაგრამ სულიერად როგორ ამაღლდნენ, ხო? აი ესეთი რაღაცა, ანუ ფიზიკური დაჩაგრა არ ნიშნავს რომ ადამიანი იჩაგრება. თავარია თქვენი შეგნება არ დაიჩაგროს და გონება და ღმერთი არ დაგმოთ და ამ ყველაფერს აცნობიერებდეთ, რომ უნდა იყოთ იმ მოწოდებაზე, რომელზეც ხართ, თორე ძალიან რთული არის დღეს წესიერების შენარჩუნება, იმიტომ რომ ბოროტი იმდენ საცდურს გვთავაზობს, რომ ძალიან ბევრ დიდ ადამიანსაც კი გაუჭირდება და ეს ღვთის წყალობა არის უბრალოდ რომ რაღაცებს თქვენ ერევით სიტყვაზე და მადლობა უთხარით ღმერთს და არც არ შეამჩნიოთ ისინი. უბრალოდ თუ რამე ნაკლი იქნება, მარტო თქვენ თავში დაიწყეთ ამის ძებნა, იმიტომ რომ შეიძლება მე პრობლემა შეგექნა და აი ამ ხიბლით მოგატყუოთ ბოროტმა, რომ აი ისინი ცუდები არიან და მარტო მე არ ვარ ცუდი. უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება რაღაცა, იმიტომ რომ მე მომსვლე ეგეთი რაღაცა, რაშიც სხვებში დავინახე, რომ შევამჩნიე, მე იგივე მეც დამართნია ხოლმე და მე მithქვამს რომ ეს იმიტომ შევამჩნიე მე რომ მე მეგონა რომ მე არ დამემართებოდა და ასე რომ ფრთხილად იყავით აი იმ თქვენ სიკეთესთან, იმიტომ რომ ამ სიკეთესაც რაღაცნაირად შეიძლება ბოროტმა ცუდად გამოიყენოს. ზარი არის ეთერში, გისმენთ? გისმენთ? გაიხარეთ, გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი გადაცემით. მადლობა დიდი თქვენ. პირადად თქვენი არჩეულებრივი წამყვანი ხართ. არანაკლები სასულიერო პირებს მომვარდებით თქვენი ჯერობით და თქვენი საუბრით. დიდი მადლობა, შემოგევლით თქვენ. უღრმესი თქვენ რა პრობლემას წამოწევთ წინ, აი რა გვაკლია, აი რაღაცნაირად ერთი რამე თქვით ისეთი, აი რაზეც გიდარდიათ, რომ ავა ადამიანებში ეს რატომ არ არის? ისეთ რა არის, პრობლემა არის, რომ ფილი ქცევა ადამიანებში, ფილი გულისხმენება, აი ეს არის უმთავრესი. ის სითბო გაქრა, ხო? კბილი სიტყვები. ხო, გაქრა. ძალიან იშვიათია. გაცივდა დღევანდელი ადამიანი ძალიან. დღეს ეხა თბილ ადამიანად ისეთები ითვლებიან, უბრალოდ თუ ნორმალურად მოგესალმებიან და ეს ხო ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ადამიანური ნაბიჯი იყო, ხო, მაგრამ გმირობათაც ისეთი რაღაცები ითვლება ხოლმე, რომ ძალიან მიკვირს ხოლმე რა, იმიტომ რომ რაღაცა რაღაცა თამასა ისეთი დაწეულია, რომ დღეს წესიერი ადამიანის შეფასება ხდება ისეთზე, რომ მაშინ ეს ეგეთი ადამიანი, ვიღაცაზე რომ მეტყვენ წესიერია და ესეთი აქვს გაკეთებული, ხო? ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, ადამიანური ნაბიჯები იყო და დღეს რაღაცა შეიძლება გმირად აქციონეს. აი ცოტა ხო რთული ვარიანტია აქ და სამწუხაროდ ხო გაიხწნა თვითონ სამყარო და წესიერებამ ფასმაც დაიწია რა და ეს არის დიდი პრობლემა არის. სხვათა შორის ზარი არის კიდე ეთერში. ძალიან ბევრი ზარი არის, არ წყდება ზარები. გისმენთ? გისმენთ? გიორგი გამარჯობათ. ბოდიში
ხელმეორედ უნდა გიხარ. დიახ. მე ბავშვობიდან წეღანად გიხარი, ვარ ეკლესიური. ხო. დღემდე 73 წლის ხალი ვარ. გინაცვალე. მართალია სიმღერარი დედა ვარ, არ გავგოროთებოდ, აქ გავგოროთები. არა, მე არ მithქვა. მე თანმივიდე, კარგია იმის, რომ არც, მაგრამ აი გარშემო რო უყურებ გიორგი ძალიან უსწარი. შური არია ხალხი, გავგოროთებულია. ხო, მაგია. აი შენ მე რომ მართალი ბრძანდებით თქვენ. რა იცით რა არის საერთოდ ადამიანის შურში ხარ რა დავიჭირე იცით ბევრი რაღაცა მომენტები დამიჭერია ხოლმე და რა არის იცით რასაც შეიძლება შეძლებთ თქვენ ის რომ ვერ შეძლებს შენზე 10 ჯერ კარგათაც რო იყოს შეიძლება ეს შეშურდეს ადამიანს და ადამიანური ფაქტორია ეს ადამიანი დაიბადა და ეს ყველა ცოდვა მოყვება სამწუხაროდ ჩვენ და რა და არის ეს მომენტი ზოგთან წამოიწევს ზოგი პირიქით სულ ებრძვის აი ამიტომ არის ეკლესია საჭირო ზოგი პირიქით ებრძვის რომ აი ეს ცოდვა დადგუნოს სიტყვაზე და რაღაცნაირად მოერიოს რაღაცნაირად ყოველდღიურობაში თუ როგორც და ასე რომ ჩვენ ხო ვიცით ზუსტად თქვენ რასაც ამბობთ ვიცი მაგრამ რომ ამჩნევთ აი ეგ არის რთული რომ შეიძლება მე თქვენთანაც მოვიდეს ის ბოროტი მაგ მხრივ და დაგიწყოთ ბრძოლები თქო მაგას გეუბნებით თორე მე არ მithქვამს თქვენზე რომ თქვენ გაბოროტდით თქო არა უბრალოდ რომ ამჩნევ მე შემდგომ ეს თქვენზეც წამოვა ეს ნებების ბრძოლებია რომელიც შეიძლება ვერ მოერიოს უბრალო ადამიანი იმიტომ რომ ძალიან რთულია შურმა ჯვარსაცვა ღმერთი და რა ვიცი ბევრი პრობლემა შექმნა და შურის პრობლემაა ყველაფერი ის რაც თავიდან ბოროტი დაიბადა ეგრე ანგელოს შეშურდა იმის ღმერთის წარმოიდგინეთ აი შურის მომენტია ყველაფერი შური არის საწყისი ყველა ცოდვისა ზარი ნუ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ზარი არის ეთერში მთავარი ეგ იყო დიახ გისმენთ ეცით რა ეხლა თქვენ გიორგი გამარჯობათ თქვენ ეს საუბარს ვისმენ დიახ ხო და ეცით რა არის ხალხი რატო გაბოროტო და არის ცით რატო გაბოროტდა ნუ თავრობამ გაბოროტა ამდენი ქალბატონო ესა აი მაგარ რაღაცას გეტყვით უკანონობა განუჩიცხავდა აი ბატონო აი კარგ რაღაცას გეტყვით რა იხა ჩემო კარგო განცხადება ჩამოვიტანე აი პატრიარქსაც გადავეცი რომ მესამესაც გადავეცი მადლობა ძალიან აი ქალბატონო ერთი კითხვა კარგით მადლობა გათიშეთ ერთი წუთი მე გეტყვით ერთ რაღაცას რა თუ თქვენში ჯერ ანუ ადამიანში ყველანაირი სიმძიმის ცოდვა დევს რა თქმა უნდა ეხლა მაგრამ ჩვენ თუ არ წამოვწევთ რაღაცას ჩვენში ვერაფერი ვერ გაგაბოროტებთ ეგრე რამდენი ადამიანი ყოფილა ხო მაგრამ შენ თუ წამოწიე ხო ადამიანები ვიცი ცხოვრებაში არაფერი არ მოუპარავდა რაღაცა უბრალოდ არ წამოწია ეს თემა თორე განაარზის მასში ცხოვრებაში არაფერი ისეთი არ გაუკეთებიათ შური არ ქონიათ ვიღაცა რაღაცა არიან ხო ადამიანები ხო რა ჩვენ თუ არ წამოვწევთ შეიძლება სადღაც დედამიწაზე ისეთ ადგილას მოხვდეთ გშიოდეს და სხვისი პური არ შეჭამოთ თქვენ კარგად ხო იცით გასაგები ხა რომ რა მთავრობები ისეთი უნდა ისინი რო იყვნენ მაგრამ რა გაბოროტდნენ მაშინ ხალხი ვინც გაბოროტდა მაგრამ ვინც გაუძლებს ხო უნდა გაუძლებს სიტყვაზე ვამბობ თორე მე იმას არ ვამბობ რომ რაღაცა მე მთავრობაზე არ მაქვს ლაპარაკი უბრალოდ გარემოებამ არ უნდა შეგცვალოს ჩვენ ეხა ჩვენ რომ მოხვდეთ რაღაცა იმაში რა ქვია სადღაც ტყეში ტყიურები არ უნდა გავხდეთ ის ადამიანობა იქაც უნდა შევინარჩუნო და ნებისმიერ სფეროში ადამიანი ყველგან უნდა იყო ხო გისმენთ ზარი გაითიშა ეგეთი რაღაცაა თორე ეგერ ისა რა ქვია ადამიანები ყოფილან იმაში შეუნარჩუნებიათ თავი ავაზაკი საჩენარჩუნდა და მოციქული ქრისტეს გვერდზე იყო და იმას აქნა რა ქვია ქრისტე ვერ დაინახა ხო ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეს უბრალოდ ჩვენ არ უნდა აგვიყოლიოს ამ ყველაფერმა ეხა მთავრობას რო დააბრალებ უკვე შენ ბრალს იხსნი გასაგები არ იქნება იდეალური მთავრობა სად არისო მეუნებიან და მე ვეუნები ხოლმე რომ ზეცაში თუ ცხონდა ის არის იდეალური მთავრობა თორე კაი მთავრობა სად გინახიათ მე არასდროს არ მინახია კაი მთავრობა და ვერც მოვესწრები ალბათ ასისულელი ეხა ეგ არ არსებობს ეხა არ არსებულია კაი მთავრობა კაი ამ ქვეყნად კაი მთავრობა სად არის არა არ იარსებებს ვინც ცხონდა ის არის კაი მთავრობა გისმენთ არის აგერალი გისმენთ რასეძებ და მითხარი მომისმინეთ გენაცვალე ერთი წუთით ხალხმა თავის სახე გამოაჩინა ვით 90-იან წლებში გაჭირებას მეტი იყო მაგრამ ასე ხალხი არ იყო
ერთმანეთში გატანა იყო და რაღაცა. აი ეხლა მაგალითად ვინც იშტოვა, ისე გაბოროტდა, მართლა გაბოროტდა და ზემოდან უყურებ. ხო და ხარ ასვამობ ხოლმე იცი ქალბატონო? ხო და ერთი წუთი რას ვამობ? არც ამდენი შური, არც ამდენი ბოროტება. მადლობა ძალიან დიდი მადლობა. ნახეთ ხან რას ვამობ ხოლმე იცი ამბობენ ხოლმე რომ აუ ის რა ცუდი ადამიანია და იმდენი ფული აქვს რაღაცა და ერთხელ დავდექი და ვიფიქრო, ეხლა წარმოიდგინე, უჟმური ხალხი არიან, ზოგი კი არა 99% მდიდრების, აი უჟმურები არიან, ეხლა მე ხო ვიცნობ, თითქმის ყველას ვიცნობ, ვინც საქართველოში ამას იმაშვება და ეხლა ვფიქრობ ხოლმე, მეთქი ეხლა ამას ფული აქვს და რა იმით არის უჟმური და მიუღებელი ტიპია და ამას ფული არ ქონდეს, წარმოიდგინე რა სიზამდა, ხო? ამას ხო სხვაც ფიქრობს და მიეცა რა ეს და რაღაცნაირად იმას და ჩვენ ხა ამაზე თუ გამოვიკიდები და რაღაცნაირად იმას ვიზამთ. აქ უბრალოდ სხვა ცოდვები იჩენს კიდე თავს, შური და ასე შემდეგ და საქართველოში მე ხა მიმაჩნია ზოგადად რომ საქართველოში მდიდარი რო ხარ უკვე სწორად არ ცხოვრობ, იმიტომ რომ მდიდარი ადამიანი როგორ უნდა იყო, როცა უყურებ ამდენ გაჭირვებას, ხო მე მაგალითად ესე მიმაჩნია. ადამიანს რო შევხედავ და არის მდიდარი, ესე იგი გაჭირვება გამოეპარა მაგას, თორე როგორ შეიძლება ამდენი გაჭირვებული არის და შენ დარჩე მდიდარი. მე ესე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში, ყველა ვარიანტში და ჩემგან ვერასოდეს ვერ ძღებულობენ ხოლმე პატივისცემას და ნუ ესე ვფიქრობ რა მე რა ვქნა. ნუ ეხლა მე არ ვამბობ რომ რაღაც სიმდიდრეში გულისხმობ ძალიან ბევრ ფულს და დიდ ფულს, რომელიც რაღაცა ისა რა ქვია. გადასული არის ზღვას, თორე ხა ყოფითზე არ ვამბობ, ხა ვიღაცა რომ კარგად და ნორმალურად ცხოვრობს, მაგას არ ვეხები, ზარი არის ეთერში, გისმენთ? გისმენთ? არის მის. ციფრა კიდე შემოვედი. აი ეხა შემოხვედით, გისმენთ? შემეკარგო, ანუ არის მის თქვენი ხო ქალბატონო. გათიშე გეხვეწები, იმიტომ რომ არის მის ჩემთან ეს ხმა და რაღაცა ისა რა ქვია, შტურმი დაიწყო მეგონი ჩემზე და მე პოლიტიკურ თემებზე არ ვსაუბრობ. გაიგეთ. პოლიტიკურ თემებს არ ვეხები და ეხლა ვიღაცი განკითხვები და ისინი თუ დავიწყე, მაშინ გადავალ და რაღაცა იმას შევქმნი. აქ უბრალოდ ჩვენ პრობლემებზე მინდა რომ რაღაცა ეკლესიაში ან სადმე თუ არის ესეთი პრობლემები, რომ როგორ მოვერიოთ ამ ყველაფერს ხა აქ მასაუბრებთ ეხლა რა შემოვხაზოთ და ვინ არჩევნებზე ვინ წავიდეს და ვინ რაში მაინტერესებს ეხლა მე და არ ვარ თან არ ვიცი აი ჩინელები ხარ ჩემთვის ეხლა რასაც მელაპარაკები ჩინელი მელაპარაკება რა აი რა დონეზეც ჩინელს გაუგებ მაგ დონეზე მესმის ეხლა თქვენი და ნუ ეხლა ამ წიოკით და იმით ვერ მოვერევით იმ ყველაფერს იმ ზისხს და იმ ყველაფერს და გისმენთ ალო გისმენთ გიორგი, აი რაზე მინდა და ლაპარაკე, აი პრობლემები რომ ლაპარაკობ. ხო. აი რისი ბრალია, მე ასე მგონია, რომ აი უფრო მეტი თქვენნაირი, აი თქვენი გადაცემები, უფრო მეტი ქადაგებები, აი მენა, ცოდნა რელიგიური არა ხა. აი მას ვერ წუდება. ეს ფორმალური, აი სართლის დანთება, მარტო და ტაძარში სიარული და ზიარება, აი განათლება რელიგიური. აი ეს არის მიზეზი. ჩვენ რო სიღრმისეულად გვესმოდეს, მაშინ სულ სხვანაირად მოიქცევა ადამიანი, ასე მგონია. სულიერი უფრო წინ რო წამოვწიო და ჩვენ რო გვახსოვდეს. აი ზუსტად. სიკვდილი არსებობს. აი მაგას ვამბობ. ხო, ის რო სიტყვაზე ვისაც გაუმართლა, ისიც გარდაიცვლება და ვისაც გონია რომ არ გაუმართლა, ისიც ხო, ჩვენ შეგვეცოდება. ის აი ხა ის მდიდარი მე როგორ მეცოდება, იცით რომ ოხრად რო დარჩება ის სიმდიდრე, რო გარდაიცვლება. ოხრად რო დარჩება და თქვენ რო შიერს გტოვებთ. აი ძალიან მეცოდება, იმიტომ წარმოიდგინეთ რისთვის გაჩნდა ადამიანი და თუ რო იმათ კი არა აქვთ ამის შეგრძნება, გონიათ მუდმივობის შეგრძნება აქვთ და გონიათ რომ სულ იქნებიან. და მე შემდგომ რითი ისჯებიან, ისინი უყურებენ თუ შანსი მიეცა, აი წარმოიდგინე მოგეცა შანსი, რომ რაღაცა საშუალება მოგცა ღმერთმა, რომ ვიღაცა დაავადებულია, ვიღაცას უჭირს და ამას შენ მატერიალური რომელსაც ვერასოდეს ვერ აქცევ სულიერად, აქციო სულიერად და ზეცასში დახარჯო ეს ფული პირდაპირ გაგებით, როცა ვიღაცა ადამიანი გარდაიცვლება რაღაცა და რომ ამ ადამიანს ახმარ, ხო და შენ რომ ამას ვერ იყენებ, რამხელა შანს კარგავ და ის საწოდავი უფრო არის, ვიდრე ჩვენთვის ეხლა ვაიმე დედა, აი როგორ გაუმართლა. კი არ გაუმართლა, როგორ არ გაუმართლა.
ეგ არის პრობლემა, იმიტომ რომ რამდენი რაღაცა მიეცა იმისათვის, რომ აი წარმოგიდგე, რასაც ჩვენ ვერ შევძლებთ, იმას შეიძლება უცბად აიღოს და ერთი ადამიანი გადაარჩიოს ონკოლოგიურად ავადმყოფი დააფინანსოს, რაღაცა სიტყვაზე ვიღაცა სახლი უყიდოს და ამით სიტყვაზე შეძლოს ის, რომ ზეციდან პატივისცემა მოიპოვოს, ხო? და ამას რო ვერ აკეთებს და რო გარდაიცვლება და შემდგომ რო დახედავს, რომ მნიშვნელოვანი თურმე რა ყოფილა, ხო? მერე ხო მიხვდება და რამდენად ცოდოა, ეხლა ჩვენ რო გონია რომ გაუმართლა და რაღაცა კაი მანქანით ჩაირბენს რაღაცა, შეიძლება ეს გამართლება პირიქით არ გამართლება იყოს და არ გამართლებაც არის, როცა რაღაც საშუალება მოგეცა და შე რაღაცად იმაში იყენებ და აგროვებ რაღაცნაირად და ეგ არის ჩვენ ზეცაში უნდა მოვაგროვოთ, რაც მოგვეცა ის ზეცაში უნდა მოგროვდეს და არა სხვაგან და პრობლემა ძირითადად ეგ არის, აბა რატო უჭირს ნახევარ საქართველოზე მეტს და მილიონამდე სოციალურად დაუცველი ადამიანი რატო ყავს, ხო? იმიტომ რომ ვიღაცამ სადღაც არ გაიმეტა ამ ადამიანებისათვის, თორე როგორ შეიძლება შენ ხა სულიერებაზე ერთხელ სანთელიდან თუ და ეკლესიაში შეხვიდე და ის არ გადარდებდეს ვიღაცამ შიერი რო იძინებს, ხო? როგორ შეიძლება, ხო? თან ეს ყველაფერი ხო დროებითია, ხო? ჩვენ ხო კარგად ვიცით ის მდგომარეობა, არის იცით როგორი დროებითი ჩვენზე 1000-ჯერ უფრო დიდ ადამიანებისთვის გამქრალა ის მდგომარეობა, რომელიც ეგონა რომ მუდმივი იყო. მუდმივი არის მხოლოდ ზეცა და მხოლოდ ღმერთი და ჩვენ აი ამას რო ვერ შევიგნებთ, უფრო ცოდოები ვართ, მდიდრები კი არ ვართ. შეიძლება მატერიალურად მდიდრები ვართ, მაგრამ სულიერად ვართ ყველაზე ღარიბები რა და სულიერი სიმდიდრე გერჩინოთ ნებისმიერ მატერიალურ სიმდიდრეს, იმიტომ რომ ჩვენთან დაფასდება ბოლოს ჩვენი გარდაცვალების შემდგომ იქ სადაც დავიბადებით ჩვენი მატერიალური სიმდიდრე კი არა, სულიერად რამდენად ვიყავით ჩვენ მაღალ იმაზე, რა ქვია, ეშელონზე, თორე ეს ყველაფერი წარმავალია ვის რა დარჩენია, აი ნებისმიერი ჩემი ნივთიდან მოყოლებული აბსოლუტურად ყველა, ხო, შემდგომში იქნება სხვისი და სხვა იქნება ამის ფლობელი თუ არა და გეცოდინება თქვენ რამდენი რაღაცა დაგჩათ იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც ეგონათ რომ სულ ექნებოდათ ის ყველაფერი, მაგრამ ესე არ არის, ხო? ესეთი რაღაცა ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ და ეს ამ ადამიანებს პირიქით დავეხმაროთ ამ ყველაფერში, რომ რაღაცა ბევრი კაი ადამიანიც არის, ბევრი ეხმარება, ბევრი ეკლესიას რაღაცა ყველას ხას ვერ გადაუსვა, მაგრამ ძირითადად ის ადამიანი გეხმარება, ვინც გაჭირვების ფასი იცის და გაჭირვებულის ფასი იცის და სიმდიდრეში ძალიან რთულია დანახვა ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გონია რომ ყველა შენაირი არის იმ დროს რა და რაღაცნაირად ვერ იმეტებ თუ არ ვიცი რა სჭირთ ამ ადამიანებს. დიდი მადლობა. უღრმეს მადლობას მოგახსენეთ. მე გახდით გიორგი დარასელია. ხვალ დაგიბრუნდებით აი ჩემ უსაყვარლეს ადამიანთან ერთად, რომელიც არის ყველაზე ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი, მამა ალექსანდრე ბოლქვაძე. საღამოს 8:00-ისათვის აუცილებლად და დიდი მადლობა, რომ ეს ადამიანი ჩვენ ცხოვრებაში არსებობს, იმიტომ რომ აი უამრავ ადამიანს ახარებს და მართლა აი რამე თუ გააჩნია სულ ადამიანებს ემეტება და ესეთი უნდა იყოს ადამიანი რა. დიდი მადლობა. ხვალ დაგიბრუნდებით ყველაზე ერთ-ერთ დიდ მაგალითთან ერთად. აქ იმიტომ ვაქებ რომ პირში არ უყვარს ხმეკება და ესე გამოვიყენე ეს. მოკლედ ხვალ საღამოს 8:30-ისათვის გელოდებით. კარგად ზანდებოთ, მე გახდით გიორგი დარასელია დროებით.